როდესაც წყენა გადაყლაპეთ პასუხის გაცემის ნაცვლად. რას გრძნობდით შემდეგ? სავარაუდოდ, არა სიმშვიდეს, არამედ სიცარიელეს, ან თუნდაც სირცხვილს. იუნგი ხსნიდა, რომ დათრგუნული რისხვა არ ქრება, ის ჩრდილში მიდის და იქიდან გმართავთ. ის პასიურ აგრესიაში, წყენაში გადადის, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებთ, ან თუნდაც სხეულის დაავადებებში. როგორ გამოვიყენოთ ეს? შეწყვიტეთ თქვენი ბრაზის შიში. შემდეგ ჯერზე, როდესაც რამე გეწყინებათ, არ აქვს მნიშვნელობა, წვრილმანია თუ სერიოზული ღალატი, მიეცით საკუთარ თავს რისხვის შეგრძნების უფლება. ნუ იყვირებთ, ნუ დაადანაშაულებთ. უბრალოდ აღიარეთ, რომ ბრაზობთ და ეს ნორმალურია. შემდეგ გადაწყვიტეთ, რა უყოთ ამას, პირდაპირ თქვათ, წახვიდეთ თუ უბრალოდ გაუშვათ. იუნგი ამბობდა, რომ ის, რასაც ვიღებთ, ჩვენს განადგურებას წყვეტს. რისხვა, გაცნობიერებული და მიმართული, თქვენი დაცვა ხდება. კარგი ადამიანი, რომელსაც თავის ჩრდილთან აქვს წვდომა, მსხვერპლი კი არა, ძალაა, რომელსაც ანგარიშს უწევენ.